ამურ აბუაშვილი ძიუდოს მწვრთნელია. იგი დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ საქართველოს მომავალი ჩემპიონები აღუზარდოს. ამური ტატამზე პირველად ბავშვობაში ავიდა. სპორტი მისი ცხოვრების ნაწილი პატარაობიდანვე გახდა და ახალგაზრდობაში არაერთ შეჯიბრებაშიც გაიმარჯვა. 19 წლის ასაკში ამურიმ ერთ-ერთი საჭიდაო შეხვედრის დროს უმძიმესი დაზიანება მიიღო. 88 წლის მაისში მოხდა ესეთი ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პიროვნებაზე, სადაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მივიღე სერიოზული ტრავმა. და მას შემდეგ ესე მოყვება ბრძოლაში ვარ და იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ბევრი დამწია ამ ტრავმამ, მიუხედავად ამის და დიდი სიყვარულის ამ სპორტში და კერძო ძიუდო და ქართული ჭიდაობის ჩართული ვარ ისევ აქტიურ სპორტში. ამურის ერთ-ერთი საზრუნავი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის არა მარტო მწვრთნელი, არამედ შეუპოვრობის მაგალითი იყოს. ახალგაზრდა ფალავნებს ამური მასწავლებელი ძალიან უყვართ და მის მიერ ახსნილ ილეთებსა თუ სხვადასხვა შეგონებას დიდი გულისყურით და ყურადღებით ისმენენ. პირველად რო ჩამოვედი აქ დარბაზში და რო დავინახე პატარა ბავშვები, მოვიწვიე ზოგი მეგობრების ბავშვები, მოვიდნენ და რო დავაწყებინით ვარჯიში და დავინახე პატარები, როგორ მოდიან, როგორ თვალებს შემოციქცევენ და გეკითხებენ აბა ამური მას, ეს როგორ გავაკეთო შეძლების და გვარად უხსნი ნებისმიერ ილეთს, ნებისმიერ გდება როგორ უნდა გაკეთდეს ნებისმიერ და აი ამ სპორტის ამდენ სიყვარულს უღვივებთ. ამურ აბუაშვილი მოსწავლეებს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზში ავარჯიშებს, სადაც თავად ეზიარა პირველად ჭიდაობას. წლების შემდგომ დანგრეული და გაპარტახებული დარბაზი სწორედ მისი ინიციატივითა და კოლეგების დახმარებით განახლდა. იმდენად აქვს გამჯდარი სისხლში ჭიდაობა და სპორტული სიყვარული, რომ იქიდანაც საკმარისია უკვე რომ ეტლიდან ასწავლოს ბავშვს და დაუძახოს მიცეს ის მითითებები, ის დავალება მიცეს ბავშვს, რომ სწორად გაართვას თავი რა. ერთ-ერთი ვარჯიშის დღეს კი ამურისა და მის მოსწავლეებს მასტერკლასის ფარგლებში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები ნესტორ ხერგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ესტუმრნენ. მე ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებულმა ძიუდოისტმა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთოს, რასაც მომავალი თაობის წახალისება ქვია. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია და იგი ერთს არის მინიატურული და მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ატარებს ვარჯიშებს და ასე ვთქვათ, დიდ სტიმულს აძლევს. მარტო პატარებს არა, ჩემთვისაც და ყველასთვის ალბათ დიდი სტიმულია, რომ ადამიანს ამხელა გაჭირვება აქვს და სხვაზე და მომავალ თაობაზე ზრუნავს და ისევ იგივე საქმეს ემსახურება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ძიუდოისტის სახელით. ამურ აბუაშვილი ახლა 40-მდე ახალგაზრდა ძიუდოისტს ავარჯიშებს. მათ ადგილობრივ ასპარეზზე ძალიან ბევრი წარმატება აქვთ და რა თქმა უნდა მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონობაზეც ოცნებობენ. მადლობა მოუხადო ნებისმიერ იმ პიროვნებას, ვინც ჩემს გვერდით არის. იმისთვის რომ აძლევენ იმის საშუალებას, რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივო და ამ სპორტის სიყვარულით ისევ ვიყო ჩართული ამ დიდ ლამაზ საქმეში, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ქვია.